პაშინიანმა ყველაფრის მიუხედავად განაცხადა, რომ ის აუცილებლად ჩავა რუსეთში. ის არ გამოდის ოდეკაბედან. ის რჩება ევრაზიულ კავშირში. რჩება საბაჟო კავშირში. რატომ? მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ ანუ ეს არჩევნები ისტორიული არის იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ხა სომხეთში რაღაცა ისეთ ცვლილებებს დავინახავ თვალინდელი დღიდან, რომელიც ყველას გაოცებულს დაგტოვებს. არა, ეს ასე არ მოხდება. სომხეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეფორმატორ პაშინიანს მოუწევს აი როგორც სანდრომ აღნიშნა ეტაპობრივად რაღაცეების გაკეთება, ამ რეფორმების განხორციელებას მოუწევს ეტაპობრივად. სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი, სომხეთი არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, სომხეთში არის ის ბაზა, რომელიც სანდრომ ახსენა, გიუმრის ბაზა. სომხეთი არის ძალიან დამოკიდებული ეკონომიკურად რუსეთზე, იმიტომ რომ მთელი 30 წლის განმავლობაში მანამდე ვინც იყო ხელისუფლებაში სომხეთში, ამ დამოკიდებულებას აშენებდა. და სწორად აღინიშნა, რომ აქ ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა ექნება პაშინიანის წარმატებაში, რამდენად აქტიური იქნება ევროპის კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. რამდენად აქტიური უნდა იყოს, რომ პაშინიანს მეტი გარანტია ჰქონდეს თავი დაიცვას ევროპის კავშირმა არ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რომელიც შეცდომების დაშვებული იყო საქართველოსთან მიმართებაში 2012 წლამდე. დავანებოთ 2012 წელს თავი. 2012 წლამდე საქართველო როგორც პირველი რეფორმატორი სახელმწიფო მსოფლიოში, საქართველო რომელიც განიცდიდა წარმოუდგენელ პროგრესს ძალიან ბევრი მიმართულებით, საქართველო იმსახურებდა უფრო მეც, ვიდრე მაშინ საქართველომ მიიღო. ჩვენ ჭირდებოდა. ეს უნდა ამაში უნდა მიზეზები უნდა ვეძებოთ ქალბატონი მერკელის და ბატონი ობამას პოლიტიკაში, როცა მათ გადაწყვიტეს, რომ რუსეთთან დაშოშმინების პოლიტიკა სჯობდა და იმავე ვთქვათ საქართველოსთან მიმართებაში სჯობდა უფრო ფრთხილები ყოფილიყვნენ, ვიდრე უნდა ყოფილიყვნენ სინამდვილეში. ეხლა რეალობა ეს არის, რომ რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ბევრი რამე შეცვალა, მათ შორის ბევრი რამე შეცვალა დასავლეთში, შეცვალა დასავლეთის მიდგომები რეგიონთან მიმართებაშიც. გერმანია ზოგადად ჩვენს რეგიონს ცალკეულ სახელმწიფოებს არ უყურებს, უყურებს ტრანსკავკასიას როგორც ერთ რეგიონს. 2018 წელს როცა პაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში, ანგელა მერკელმა ვიზიტი განახორციელა ჩვენს რეგიონში. როგორც კი ცვლილება დაინახა, მაშინ წამოვიდა რეგიონისკენ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება სანდრომ ახსენა ტრიპი, ხო? ტრამპის გზა განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ანუ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკელების ყოფნა აქ უკვე ისეთი ფიზიკური და ცოტა უფრო ხელშესახები იქნება. ევროპის კავშირიც ამ მიმართულებით მოძრაობს ახლა. ევროპის კავშირი სრულად გადართული არის ახლა ჩავთვალოთ სომხეთზე, იმიტომ რომ აქ ფაქტობრივად იძულებულნი ქართული ოცნების პოლიტიკის გამო იმის გამო რაც სომხეთში საქართველომდე დღევანდელ საქართველომდეც კი, რომელსაც ამხელა პრობლემები აქვს, სომხეთს მინიმუმ 5 წელი მაინც აკლია. რომ ჩვენ ზონამდე მაგრამ რატომ ხდება ისე, კი ბატონო, და რატომ ხდება ისე, რომ სოფლიო რეგიონის ლიდერები ჩადიან სომხეთში და არც კი იხედებიან საქართველოს. ცოტა ხნის წინ რომ იყო ახლა ასეთი მასშტაბური ღონისძიება და ამდენი ლიდერი ამ რეგიონში ერთდროულად არც გვახსოვს, ხო, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. ამას განსაზღვრავს იმ სახელმწიფოების თავრობები, რომელიც აქ არის თუ სომხეთში არის. თუ არ მოითხოვე, არავინ არაფერს შეგეხვეწება. შენ თვითონ თუ ამის სურვილი არ გაქვს, არავინ არაფერს არ შეგვეხვეწება. ეს ჩვენ გვინდა რომ ევროპის კავშირში შევიდეთ, თორე ევროპის კავშირი კი არ გვეკაჩება იქ. ჩვენი სურვილია რომ იქ ვიყოთ, თორე იმათ კი არ უთხოვიათ რომ მოდით აქ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, აი, სანდრომ ახსენა რომ მუშაობდით იმ პერიოდში, ხო? ეხლა ჩვენ ხო გვახსოვს რა მდგომარეობაში ვიყავით და რა ღონეს არ
გამიმართავდით, რომ ევროპის კავშირი დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ჩვენ ვიმსახურებდით უფრო მეც, ვიდრე გქონდათ. დღეს როდესაც ევროპის კავშირს მტრად აცხადებ, როდესაც აცხადებ, რომ თურმე მისი რაღაცა აგენტურას იჭერა, როდესაც 1000 სიგიჟეში დებ ბრალს, რომ ომში გვითრევენ, იქ რაღაცა შეურაცხყოფას აყენებ პირველ რიგში შენს მოსახლეობას, შენს მამაკაცებს, რომ იქ ვიღაცებს თურმე გაათხოვებენ და ასე შემდეგ. როდესაც ესეთი ცილის წამებლური შეურაცხყოფელი კამპანია გაქვს და ამის გარდა, რიტორიკის გარდა კონკრეტული ნაბიჯებია ხო გადადგმული, რეპრესიული კანონმდებლობა გვაქვს მიღებული, კოპენჰაგენის 3 კრიტერიუმი არც ერთს არ ვასრულებთ, ჯერ რეკომენდაციები მოგცეს, მერე ნაბიჯები გადადგითო გითხრეს, არაფერი შესრულებული არ ქონია. როდესაც ყველანაირად ჩვენ თვითონ ჭრით ყველა გზას, ვაფეთქებთ ყველა ხიდს, რომელიც ევროპის კავშირთან მიდის, ახლა მეორე მხარე რამდენი ხანი იქნება რა, იმასაც ხო აქვს არა, იმის ლიმიტიც ხო ამოწურვადია, იმის ლიმიტიც ხო სასრულია, ხო არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდეს. სომხეთმა პირიქით აჩვენა, რომ ის ცვლის ძალიან სერიოზულ ბრუნს აკეთებს სულ სხვა მიმართულებით, ეხსნება მართლა მოსკოვის ორბიტას და ცდილობს ეს ეტაპობრივად მოხდება, ეს სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ აი ეს დინამიკა იქ ხო დაინახეს, ბუნებრივია რომ მოსკოვი რა იქნება ხვალიდან. ის რა მე ვხედავ რუსეთი სუსტება ყველგან, რუსეთი დასუსტა მახლობელ აღმოსავლეთში, რუსეთი დასუსტა ლათინურ ამერიკაში, ის რაც დაემართა მის მოკავშირე მადუროს, რაც დაემართება კუბას, სავარაუდოდ იგივე მოხდება ნიკარაგუაში, რაც მოხდა სირიაში, რაც ხდება ნაწილობრივ აფრიკაში, რაც ხდება ხმელთაშუა ზღვის აუში, რაც ხდება იმავე ცენტრალურ აზიაში, რაც ხდება ჩინეთთან მიმართებაში, ხო? ყველა მიმართულებით ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი არის ისტორიის დაღმართზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ხვალდამთავრდება ან ზეგდამთავრდება, ნეტა მთავრდებოდეს. ჩვენი სურვილიც ეს არის, რომ ნეტა მალე დამთავრდეს და ნეტა მართლა ჩვენ ზემოთ ერთი უსასრულო ოკეანე იყოს, მაგრამ რეალისტები რომ ვიყოთ, ამას დაჭირდება დრო, დიდი იმპერიები, დიდი გეოპოლიტიკური მოცემულობები, რასაკვირველია, იშლება, მაგრამ ამას ჭირდება ხოლმე დრო. რუსეთი ისტორიის დაღმართზეა, რუსეთი სუსტდება, რუსეთი დასუსტა კავკასიაშიც. ამის ნიშანი არის ის, რომ მაგალითად აზერბაიჯანმა პირველი სახელმწიფოა, რომელმაც თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა სამხედრო გზით და ეს მას მერე ხდება, რაც ერდოღანის და პუტინის შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა და ეს ხა სერიოზული განაცხადი იყო იმავე სამხრეთ კავკასიაში სხვა სახელმწიფოების მხრიდან რუსეთთან მიმართებაში. იმავე ვთქვათ ტრიპთან დაკავშირებითაც იგივე შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ აი აქ მე ვდგამ ფეხს. სად არის ყველაფერში რუსეთი? ის რაც ხდება ირანში. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ რუსეთი რომ არ იყოს ჩაფლული უკრაინაში, იმ ომში, იმ წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომელსაც იქ აკეთებს ირანთან მიმართებაში, ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოხდებოდა. რუსეთი სუსტდება ყველგან და ამ დასუსტების პირდაპირ პროპორციულად იმ ვაკუუმს, რომელსაც რუსეთი შექმნის, თუ ამის სურვილი ექნება, რასაკვირველია, კოლექტიურ დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის კავშირს, იმ ვაკუუმს ისინი შეავსებენ. ანუ მე ამას ვხედავ ცოტა უფრო საშუალო ვადიან პერსპექტივაში, მაგრამ აუცილებლად ასე იქნება.